მოგესალმებით. კი ბატონო. მოგესალმებით პირველ რიგში, ძალიან მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ ვარ თქვენთან სტუდიაში. გასტრონომიული კვირეული დღეიდან უკვე იღებს სტარტს, მაგრამ 18-დან 22 ივნისის ჩათვლით გვექნება ვახშმები. მოწვეული არიან მიშელინის შეფები და გასტრონომიული ექსპერტები, რომლებიც გააშუქებენ ყოველ დღეს და ყოველ საღამოს. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, მსგავსი ფესტივალები. გასტრონომიული კვირეული უკვე მეოთხედ ტარდება საქართველოში. თბილისის მერია გახლავთ ჩვენი პარტნიორი, რომელიც ხელს გვიწყობს უკვე მეოთხე წელია სტუმრების ჩამოყვანისთვის. ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ექსპერტების ჩამოყვანაზე გვეხმარება და სახელმწიფო უწყებები მოკლედ ჩართულები არიან. ვიზიტ კახეთი გვეხმარება, კახეთის გუბერნატორი, რადგან პირველი დღე დაიწყება ბოდბედან. დღეს უკვე მივდივართ სასტუმრო ბოდბეში, სადაც გაიმართება პირველი ვახშამი 18 ივნისს. და მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, რადგან ჩვენ დაგეგმილი გვაქვს გასტრონომიული და ღვინის ტურები. სტუმრები გაეცნობიან საქართველოს ენოგასტრონომიულ პოტენციალს, ქართულ კულტურას, ფოლკლორს, მუსიკას. დაგეგმილია თბილისში სხვადასხვა მუზეუმების მონახულება, ტურები, ანუ გარდა იმისა, რომ ვახშმები იქნება, მოკლედ კულტურული ტურიზმიც ჩართული გვაქვს, რა თქმა უნდა, და გაეცნობიან საქართველოს თბილისი და კახეთის პოტენციალს. სტუმრები ჩამოვიდნენ საფრანგეთიდან, საბერძნეთიდან, უნგრეთიდან, შვეიცარია, საფრანგეთის, ევროპის კი არა, მსოფლიოს ექსპერტი ჩამოდის გასტრონომიული სფეროსი, რომლის სიტყვაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გახლავთ სებასტიან რიპარი, ერთხელ უკვე იყო საქართველოში ბათუმის ფორუმზე, სადაც ჩვენ მოვიწვიეთ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტთან ერთად და ახლა ისევ სტუმრობს საქართველოს, უკვე კახეთს და თბილისს დააგემოვნებს და მის პოტენციალს და ის გვეხმარება ჩვენ ძალიან სხვადასხვა აქტივობებში, სხვათა შორის საფრანგეთშიც, ახლა პარიზში ვიყავით ერთი თვის წინ ღვინის სააგენტოსთან ერთად, სადაც ასევე მისი უშუალო ჩართულობით და დახმარებით გავაცანით ქართული ღვინო უცხოელ მიშელინის შეფებს. მოკლედ გასტრონომიულ სფეროში ძალიან გვეხმარება. ჩამოდის ასევე ესპანეთიდან ცნობილი ესპანელი შეფი, რომელსაც თან ახლავს ორი ესპანელი ცნობილი ჟურნალი, რომლებმაც უკვე დაიწყეს გაშუქება და სანამ ჩამოვიდოდნენ და ჩამოსვლის შემდეგ უკვე ველოდებით, რომ მათი აღფრთოვანება იქნება. დიდად იქნებიან აღფრთოვანებულები და ასევე ჩამოდის უნგრელი შეფი, რომელიც მათ საფრანგეთში მიიღო განათლება და ერთი მიშელინის შეფი უკვე მესამედ მოიპოვა ბუდაპეშტის ერთ-ერთი ცნობილი რესტორნის და მასთან ერთად ჩამოვა უნგრელი ცნობილი მწერალი, ფუდის და ცნობილი ჟურნალისტი. თავარი არის ჩვენი მხრიდან, ვინაიდან თემა წლევანდელი გასტრონომიული კვირეულის გახლავთ მდგრადი გასტრონომია და მდგრადი გასტრონომიის მთავარი პრინციპი არის ადგილობრივ პროდუქტებზე აქცენტი. ჩვენ დავალება მივეცით მიშელინის შეფებს, რომ ადგილობრივ პროდუქტებით მოამზადონ ყველა კერძი. ამიტომ ეს იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, როდესაც ჩვენ ბერძენმა შეფმა მოგწერა, რომ მე ხინკალი უნდა მოვამზადო და
იმერული ყველი გამოიყენა ფრანგმა შეფმა თავის კერძში, ეს უკვე ძალიან დიდი მიღწევა ვფიქრობ და ზუსტად ეს იქნება მთავარი. 18 ივნის არის გრადი გასტრონომიის საერთაშორისო დღე და ზუსტად ამ დღისადმი არის მიძღვნილი, იმიტომ ვიწყებთ 18 ივნის და ჩვენ ავღნიშნავთ ამ დღეს, ჩავერთვეთ ზუსტად მსოფლიოს შევუერთდით და გრადი გასტრონომიის დღე აღინიშნება 18 ივნის ჩვენი ვახშმით გაიხსნება მოკლედ. თქვენ ახსენეთ რომ მეოთხედი მართება. დიახ. აი წინაწლების განხილვა რას ჩვენებთ მათი შთაბეჭდილებები როგორი არის? წინა წლებმა ზუსტად მოიტანა ის რომ პოპულარიზაცია მოხდა ქვეყნის, თუ კი ადრე ჩვენ გვიჭირდა მათთვის გაგვეგებინებინა და არ იცოდნენ რომ ასეთი ქვეყანა არსებობს საქართველო, ისინი უკვე თვითონ ინტერესდებიან და როდესაც ესპანელი ჟურნალისტი ჩვენ მოვიწვიეთ, მას მოყვა მეორე ჟურნალისტიც, თავად გამოთქვა უკვე სურვილი, რომ საქართველოში ჩამოსვლაზე და როდესაც მეილებს ვაგზავნით და ვიწევთ, ისინი დიდი სიხარულით ერთვებიან და ასევე აღნიშნა მინდა, რომ ჩვენი ასოციაცია, გასტრონომიული და სოფლის ტურიზმის ასოციაცია, ზუსტად ამიტომ ჩაერთო წელს გასტრონომიულ კვირეულში, მეოთხე ფესტივალში ჩავერთვეთ ჩვენ, რადგან დიდი გამოცდილება და კონტაქტები მივიღეთ და დავაგროვეთ წლების განმავლობაში, წელს უკვე ჩვენი განმოხდა კომუნიკაცია და მენეჯმენტთან ერთად პარტნიორობა გასტროვიკთან ერთად. კი ბატონო და აუცილებლად უნდა გითხოვთ მიმდინარე სეზონის შესახებ, როგორი არის სამშაბათის მდგომარეობა და მოლოდინები ბიზნეს სექტორს ამ სეზონზე რა მოლოდინები აქვს ტურისტული ნაკადები როგორი ამ დროისთვის გესწრაფვით? ტურისტული ნაკადები საკმაოდ მაღალი არის წელს, რაც დაიწყო, საკმაოდ კარგი ტურისტული ნაკადები დაიწყო, განსაკუთრებით აღსანიშნავია აჭარაში, ძალიან ბევრი ტურისტი გვყავს, წელს შედარებით მომატებულია კახეთი და ასევე ძალიან კარგი პოტენციალი აქვს ყაზბეგს და ზევით მთის ტურიზმი, კარგად მიდის ჯერჯერობით, კარგად ვართ. აი ეს ფრენები თუ არ შეგვიშლის ცოტა ხელს, რადგან რაღაც დროები ცოტა გადაიდო და აი ვნახოთ. დიახ, კი ბატონო. და გასტროტურიზმზეც როგორი მithkomია ამის წერა? გასტროტურიზმი ზოგადად ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება, უფრო და უფრო საინტერესო ხდება მათთვის და ვფიქრობ, რომ ის პოტენციალი და ის შრომა, რასაც ვდებთ, ნელ-ნელა უფრო გამოიღებს შედეგს და უფრო წინ მივდივართ და ამისთვის ვიბრძვით ზუსტად ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მიზანი, რომ ეს სტუმრები წარმოიდგინეთ ახლა რამხელა ფოლოვერები ყავს ჩვენს ჩამოსულ სტუმრებს, ეს ჟურნალები, რომლებიც დღიურად 100,000, 50,000 მომხმარებელი ყავს თითოეულ ჟურნალს, მათი უკვე ეს ადამიანები დაემატება და ზუსტად ეს არის ჩვენი მიზანი, რომ ერთი ადამიანით მეტიც რომ დავაინტერესოთ, ეს უკვე ძალიან დიდი მიღწევაა და მით უმეტეს, როდესაც ესეთი ექსპერტები და ესეთი შეფები ჩამოვლენ, თითოეული ეს ჩვენი ნაბიჯი და ჩადებული ზუსტად ეს არის ჩვენი მიზანი. და გასტროტურისტების თავარი ინტერესი საქართველოში რა არის ესეც მოგვიყვება? გასტროტურისტებს მოწონთ თავად ჩვენი კერძები, რომლებიც ძალიან არომატულია, ის პროდუქტი, ვარდისფერი პომიდორი, რომელიც ალბათ არ ვიცი, სხვაგანაც მიგვიჭამია, მიგვირთმევია, მაგრამ მართლაც რომ უნიკალური გემო აქვს ამაზე გიждდებია გემოები და ის სურნელი, რომელიც გვაქვს და რა თქმა უნდა ღვინო, ანუ გასტრონომიას და ღვინოს ფაქტობრივად ერთად განიხილავენ და ჩვენს ვახშმებზეც ზუსტად დავამატებ, რომ ღვინო, ქართულ ღვინოსთან იქნება შეხამებული თითოეული კერძი. თავად მეღვინეებმა იზრუნეს ამასე შეფებთან ერთად და ქართული ღვინის და გასტრონომიის პოპულარიზაცია მოხდება ერთად. ყველაზე პოპულარული კერძებიც მოგვიყვათ უცხოელ ტურისტებში, რაც უნდა გასაკვირი იყოს და ალბათ არც გასაკვირი არ არის ნიგზიანი ბადრიჯანი, გიждდებიან ნამდვილად, ხინკალი, რა თქმა უნდა, ხაჭაპური და ასე შემდეგ, ჩაქაფულიც მათ ნელ-ნელა მოიპოვა პოპულარობა, ძალიან
გვიხარია, რა თქმა უნდა, სეზონურად, რა თქმა უნდა. ნუ ფხალეული ზოგადად არის საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტიც და გემოც.